ქვეყანაში ზოგადად არის ძალიან მძიმე ვითარება კლასიკურ მუსიკასთან დაკავშირებით. ზოგადად კულტურულ სფეროში ადრე მუშაობდი ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრში. რაც შეეხება სახელის შეცვლას, ქვეყანაში შეიძლება იყოს ბევრი სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ევგენი მიქელაძის სახელი არის ძალიან დიდი, ამ სახელის დაკარგვა არის ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული ქვეყნის კულტურის წინაშე. ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციამ გაუშვა ერთბაშად ძალიან ბევრი კვალიფიციური დამსახურებული მუსიკოსი, ქმნის პროფესიონალურ ვაკუუმს, ანუ მათგან სწავლა უკვე იყო ძალიან რთული, რადგან ისინი აღარ იყვნენ ორკესტრში და ეს ქმნის ასეთ ვარ პრობლემას. ნიკა მემანიშვილს მე ვიცნობ პირადად, მასთან მუშაობდი და შემიძლია დავახასიათო ის, როგორც ძალიან კეთილი და გულისხმიერი ადამიანი. ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია, ჩემი აზრით, არ უნდა ქონდეს უფლება მისცეს საყვედური შენიშვნა, ან თუნდაც გაანთავისუფლოს სამსახურიდან კვალიფიციური კადრები. იმიტომ რომ ეს ბადებს კითხვას, საერთოდ რა საჭიროა ამ შემთხვევაში პროფესიონალური განათლება. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს თავისი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველო პატარაა და ყველას რაღაცა გვაკავშირებს და ყველას გაგვაჩნია რიდი ერთმანეთის ოჯახის წევრების პასუხისგებლობა და ასე შემდეგ. თუმცა მე ისევ და ისევ ვიძახი, რომ პირადული დამოკიდებულება უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ გამიჯნული პროფესიონალური დამოკიდებულების ხაკანი.